Eda საქართველოში დავიდაკით გვერდით იბრძოლა ჩემი შვილის ღირსებისთვის და თქვენში გარანტირებული სიცოცხლე. Გაგრძელეთ მე მივმართავ ბატონ ბიძინა ივანიშვილს. იცით დღეს რატომ არის თქვენი შვილები ცოცხალი? იმიტომ კი არა რომ თქვენ მას მალავთ კარგად თქვენს შუშის შენობაში და დაცვა ყავს გაძლიერებული. არა. ჯერ არ გადაუწყვეტიათ თქვენი შვილების მოკლა, გაბაშვილებს, რიკაძეებს, იბნაძეებს, ნასყიდაშვილებს, ჩიქოვანებს. თუ თქვენ გააგრძელეთ უსამართლო სასამართლო, თუ თქვენ გააგრძელეთ პროკურატურაში საქმეების ჩაფარცხლა, მოუნდებათ მათ თქვენი შვილების სიცოცხლის ხელყოფა და თქვენ მას წინ ვერ დაუდგებით. მე მცხენია ჩემი შვილის, რომ მისი სიცოცხლე ვერ დავიცავი, თუმცა გიგას არაფერი სჭირდა, მე პირდაპირ გიგას იმედი მქონდა, ვერ დავიცავი გიგას სიცოცხლე და ეხლა მიწეს მკვდარი გიგას დაცვა. ვისგან? სახელმწიფოსგან. სირცხილი არ სახელმწიფოს, მაგრამ ამაზე მე ვერ ვისაუბრებ. ახლა მინდა მემართო პროკურატურას. მე არ მეგონა თუ ეს მართლა ხდებოდა და მხოლოდ წიგნში მქონდა საკითხული. საქართველოს პროკურატურის ყველა იმ პროკურორს მივმართავ, ვისაც გიგას საქმე ეჭირა ხელში, ანდა თუნდაც ამდენი დრო გავიდა, მე მათ გონივრულზე მეტი ვადა მივეცი, თითქმის მთავრდება აგერ უკვე მესამე თვე 1 ოქტომბრიდან, 11 ნაბიჯი მათგან გონივრული არ მინახავს და მათ ვეკითხები ახლა. მათ მე მარტო წიგნში დავიკითხავს, არ მინახავს. მათ უნახავთ ვოკაზე შემშრალი, შემხმარი ცრემლი. მე არ მინახავს. მე ახლა მხედავ ჩემი ნიკას ლოკებზე ყოველ ღამე შემშრალ ცრემლს, როცა ჩემს ამოგმინვაზე დაფეთებული გამორბის თავისი ოთახიდან. მე ნიკას ამ ლოკაზე შემშრალ ცრემლს არ გადავხლაპავ. იცოდეს ეს საქართველოს პროკურატურამ. მე ვიბრძოლებ ვანამ, სანამ ყველა არ დაჯდება საბრალდებო სტამზე. ციტირებ პროკურორ ლუკა გამკრელიძის სიტყვებს. უბრალო საქმე იყო, რომ არ გეყვირათო. ვიმეორებ, არც ერთი ადამიანის სიცოცხლე არ არის უბრალო, მაგრამ რადგან ასე მოიხსენია ბატონმა ლუკა გამკრელიძემ, დიახ, გიგავალიანის სიცოცხლე არ იყო უბრალო და მე ამას ასე უბრალოდ არ დავასრულებ. მაგრამ მე აქ ვარ, დედი, მე ვერ გადავარჩინე, დედიკო, შენი სიცოცხლე, ჩემო სპექტაკლო, მაგრამ არავის არ მივცემ უფლებას, რომ შენი სიცოცხლით ივაჭროს. ვიმეორებ, გიგავალიანის სიცოცხლე არ იყიდება პროკურატურა. გიგავალიანის სიცოცხლე არის ჩემი და მე მას არ ვყიდი. თქვენ შეგეშალათ ადრესატი. მე ვიბრძოლებ სიცოცხლის ბოლო წამამდე ყველას დავსო საბრალდებო სტამზე, ვისაც კი რაიმე გადაცდომა გაქვთ გიგას კვლელობასთან. ერთი მარტივი კითხვა მაქვს, სად გადის ზღვარი სხეულის განზრახ დაზიანებასა და განზრახ კვლელობას შორის? სად გადის ზღვარი? მე როგორც ვიცი, მე არა ვარ იურისტი, მე როგორც ვიცი, სხეულის განზრახ ძიმე დაზიანება არის ხელის კიდურის დაზიანება, თვალის დაზიანება, ამოთხრა თუნდაც მაპატიეთ ამაზე, ყურის დაზიანება, მაგრამ ისეთი დარტყმა, ცხვირის მოჭრა, მაგრამ ისეთი დარტყმა, რომელიც წარმოშობს უდიდეს გემატომას ტვინში, არსებობს ამის სურათი და შუბლის, თავის ძვლის აი ასე გახეთქვას, ეს არ არის სხეულის განზრახ ძიმე დაზიანება. ეს არის მკვლელობა. ეს არის მკვლელობა. უარი მოთხოვნა, რაც არის ის ოჯახისგან იყოს განზრახ მკვლელობის ჯგუფური, იმიტომ რომ დაგეგმა ყველაფერი ეს 4-ვე იკვეთება, ორგანიზატორი, ისა წამქეზებელი, შემსრულებელი და თანაშემსრულებელი. დამხმარე
ყველაფერი იკვეთება იქ. ჩვენ საქმის მასალები რო არც ჩვენ ხედავთ რომ იკვეთება, თქვენ ძალიან იყოს განზრახ მკვლელობის, ჯგუფური მკვლელობა და იყოს ყველა პასუხისგებაში მიცემული. ეს მუხლით მიეცეს ყველა პასუხისგებაში. ამას არა გაქვს ციხეში ადგილი დაიჭირე. სახელმწიფომ აიღეს პროკურატურა უზრუნველყავით რომ ეს ხალხი იყოს იზოლირებული საზოგადოების ხალხი სხვა კიდევ არ დაასწროთ. ამდენებს კიდევ რო არ დაუწყვიტონ შვილები ეს უზრუნველყავით ხალხო. ჩვენ ვეღარ გვიშველთ, გიგას ვეღარ ვნახავთ. მოგვიკლეს, მაგრამ ამათ შვილები უნდათ რომ ყავდეთ. ამასაც უნდოდა და ამას ასევე ის უნდა რომ ბოლომდე დაიყოს შვილმოკლული. გაიგეთ ეს რა მოხდა ამის გაგება რა ის არის რომ ვერ შეასრულოთ კაცო. ხალხო, გავყვეთ პროკურატურას. აი, უნდობლობა ჩვენთვის კი არა ხალხიდანაც გაქვს, ხალხო. ხალხიდანაც გაქვს უნდობლობა, დაიბრუნეთ ეს, დაიბრუნეთ.